გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. გაბრიელიუს ლანსბერგისი ჩამობრძანებულა ჩვენს ქვეყანაში. დიახ, ჩამობრძანდა და დაათვალიერა, შეხვდა ოპოზიციას და ბრძანა ოპოზიციასთან. შეხვედრა სასარგებლო იყო, რათა გამეგო მათი აზრით რა ხდება საქართველოში. ძირითადად ხედვებისა და ინფორმაციის გაცვლა იყო. ვინ არის გაბრიელიუს ლანსბერგისი? არავინ. დღეს ის არაფერს წარმოადგენს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და 24 წლის ბოლოდან უკვე არ არის მინისტრი. სახლში ზის და 4 შვილს ალბათ კონსერვატიზმის სისასტიკეზე ელაპარაკება და ლიბერალიზმს კი აქებს ადიდებს. დარწმუნებული ვარ 4 პატარა ლანსბერგისაც თავისნაირ ბრაზიან ლიბერალად გააზრდის. ახლა აქ ჩამოვბრძანდა ჩვენთან. ვინ ჩამოაბრძანა არ ვიცი, ალბათ ვინმე გვარამიასებურმა ჩამოაბრძანა და ხვდება ამ სრულიად აზრმოკლებულ ოპოზიციას. და ეს დაბადებიდან წაგებულებიც მას ხვდებიან და უყვებიან თუ რა ხდება საქართველოში, რა დღეში არიან ეს საცოდავები. ოღონდ ვინმე ისურვოს მათთან შეხვედრა და სიხარულით შეხვდებიან, ვინმე უცხოელმა. დიახ, უცხოელობა თავარი ნიშანია იმისა, რომ საცოდავი ოპო თავქუდ მოგლეჯილი გავარდეს მასთან შეხვედრაზე. მერე ფოტო გადაიღოს და გამოაცხადოს, რომ ოცნების საქმე გათავებულია. 3 დღე დარჩა ოცნებას და ბიძინა კი უკვე სოლოლაკის ბიზნეს ცენტრს შლის, ალაგებს მოყავს ყუთებში და გარბის. სად გარბის? სად გაიქცევა ბიძინა? რასაკვირველია, ჩელაბინსკში. ჩემი ცხოვრების მანძილზე ბევრი მეტნაკლებად შეზღუდულ აზროვნებიანი მინახავს. დიახ და ერთ-ერთი მათგანი ალბათ მეც ვარ, მაგრამ აი ვინც ახლა ჩვენს ოპოებშია, ასეთი შეზღუდულობა ვერც წარმომედგინა. რას ლაპარაკობენ, რას ღაღადებენ, რას წარმოადგენენ. ეს სიტყვითაც არ ითქმის და კალმითაც არ აღიწერება. დღეს ერთი დროშა უკავიათ, ხვალ მეორე, გუშინ მეხუთე ეკავათ და ზეგ მეათეს დაიჭერენ. ოპოზიცია კი არა, სრული კლოუნადაა, თანაც უნიჭო და მოსაბეზრებელი. განვითარებისა და პროგრესის ნატამალიც არ გააჩნიათ. კარგი მენტორი არ ყავთ, აი ისეთი, ვინც ჭკუას დაარიგებს, აუხსნის როგორ უნდა იბრძოლო, როგორ უნდა აჯობო არსებულ ხელისუფლებას, როგორ უნდა განვითარდე, რათა საბანი შენკენ გადმოკაჩო. ჩამოიყვანენ რომელიმე ხელმოცაროულ, მათზე უფრო შეზღუდულ აზრებიან უცხოელს და მის გარშემო ზილინას როკავენ. ზილინა, ჰოპ, ზილინა. აი, ახლა ეს ლანსბერგისი ნახეს. ალბათ ბევრი ეძებეს ყაუგასული პოლიტიკოსების გარემოში და ლანსბერგისი ამოთხარეს. ამოთხარეს საიდან? ალბათ იმ პოლიტიკურ ძმათა საერთაშორისო სასაფლაოდან, სადაც ჩამქრალი პოლიტვარსკვლავები ასრულებენ თავიანთ პოლიტარსებობას. საინტერესოა, გაბრიელუსი, როდესაც ჩამოყავდათ, ერთმა მაინც არ იკითხა, კი, მაგრამ ეს ვინაა? რად გვინდა? რაში გამოგადგება? რა სარგებელს მოგვიტანს? რის შესაძლებლობა აქვს კაცს, რომელიც დღეს უკვე აღარაფერი აღარაა, არის მხოლოდ სახელი, გვარი და წვერი. მაგრამ არავინ იკითხა, მთავარია რომ უცხოელია და აღიარებს ჩვენს ოპოზიციას. ყველაფერი უცხოური რაფერ უხარიათ ამ საწყლებს. რუდოლფ ჰესი რომ ყოფილიყო ცოცხალი და ჩამოსულიყო, ალბათ მასაც შეხვდებოდნენ, ფოტოს გადაიღებდნენ, ატვირთავდნენ სოციქსელებში და დაითვლიდნენ ლაიქებს. და ძალიან მიყვარს მათი უნიათობისა. თუმცა რატომ უნდა მიგვერდეს? როდესაც ქვეყანაში ყველაზე ოპოზიციონერები ნანუკა ჟორჟოლიანი და ლევონ ხაბეიშვილია, არაფერი უნდა გიკვირდეს. ჟორჟოლიანთან და ხაბეიშვილთან აბა ტონი ბლერი და ვაცლავ ჰაველი არ ჩამოვიდოდა. მაკრონი რომ მაკრონია, როცა მაკრონობას მორჩება და საფრანგეთის რიგითი მოქალაქე გახდება, არც ის ჩამოვა ხაბეიშვილთან და ხაზარაძესთან, მით უმეტეს ჟორჟოლიანთან. ამდენ ჭკუა კი ეყოფა. ამბობენ მაკრონი ახლა იმიტომ დარბის ასე მარდა და ყველგან ცდილობს დაფიქსირდეს, რომ
როგორც კი გადააყენებენ პრეზიდენტობის თანამდებობიდან, ევროკავშირის თავდაცვის კომიტეტის უფროსად სურს დაინიშნოს, რაღაც ამდაგვარ თანამდებობას უმიზნებს. რა თანამდებობაა ეს არ ვიცი, ეთყობა ევროპა მაინც ფიქრობს თავისი ჯარის შექმნას, რადგან ამერიკის იმედი აღარ აქვთ. მაგრამ ახლა მე სხვა ანალიტიკოსების ეპარქიაში ვიჭრები და ეს ჩემი საქმე არაა. მათ გაარკვიონ რა უნდა მაკრონს სამომავლოდ. მე კი გავარკვევ რა უნდა ლანსბერგის. ლანსბერგის კი ვიცი რაც უნდა. ჩამოვიდა ნახალავუ, შეჭამა ხინკალი, წვადი, დაალევინეს წყალწყალა ღვინო, ალბათ სააკაშვილის მუზეუმი დაათვალიერებინეს შიგნიდან და ვივამედის კლინიკა კი გარედან. კონვერტიც ჩაუკუჭეს ჯიბეში, დაწნული ბოცით ჭაჭაც გაატანეს, გააცილეს და ახლა გახარებულნი დარბიან, რომ ლანსბერგისმა გვაღიარა და თქვა, რომ რიგარეში არჩევნები ჩატარდეს. საცოდაობის გრძნობის მორიგი შეტევა მაქვს. როგორ ვერ ვეღირსეთ ერთ ღირსეულ ოპოზიციას, რომელთან წაგება ან მოგება მართლაც რომ საამაყო იქნებოდა. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.